მოგესალმებით, მეგობრებო, მზღვანელებო. მივესალმებით დიპლომატიურ კორპუსს და მათ წარმომადგენლებს. მივესალმები ჩვენ სტუმრებს ადგილობრივი თვითმმართველობიდან და რა თქმა უნდა ჩვენს პატივცემულ პარლამენტის წევრებს. მივესალმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ უზარმაზარ მშენებლობაში, ბევრი მათგანი აქ არის. ჩვენთან ერთად არიან ჩვენი დამსახურებული ინჟინრები, მეგზევე, მეხიდე, მეგვირაბე ინჟინრები, რომლებმაც ასევე ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღეს ამ პროექტის შექმნაში და შემდგომ განხორციელებაში. და რა თქმა უნდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დიდი შემადგენლობა, რომელსაც გამორჩეულად მივესალმები. დიდი მადლობა ყველას ჩვენთან ერთად აი ამ მნიშვნელოვანი, ამაღელვებელი დღის გაზიარებისთვის და პრემიერ-მინისტრს ვთხოვ მისასალმებელი სიტყვით, რომ წარდგეს. მადლობთ. დიდი მადლობა ირაკლი. მოგესალმებით უფასო მეგობრებო, მივესალმები პატივცემულ ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს, ბიზნესის წარმომადგენლებს. მე მინდა პირველ რიგში გითხრათ, რომ ვარ ძალიან გახარებული და ბედნიერი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტის გახსნის ცერემონიაში ვიღებ მონაწილეობას. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, მაგისტრალების მშენებლობას, გზების მშენებლობას და განსაკუთრებით აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის მშენებლობას. დღეს მდგომარეობით 261 კილომეტრი მაგისტრალი არის გახსნილი. აქედან 193 კილომეტრი მაგისტრალი ჩვენი მთავრობის დროს გაიხსნა, აშენდა და გაიხსნა. ყველაზე რთული გამოწვევებით ახსავსე, რომ მე ასე ვიტყოდი, მონაკვეთი იყო რიკოთის მონაკვეთი, რომელიც მიჩნეული იყო და არის ჯერ კიდევ როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული და გამომწვევი მონაკვეთი, მაგრამ თქვენ უყურებთ, რომ აშენდა 4-ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თქმა უნდა გრძელდება ეს პროცესი. ჩვენ დღეს საზეიმოდ გავხსენით 27 კილომეტრი. 27 კილომეტრი 4-ზოლიანი ახალი მაგისტრალური გზა, რომელიც მოიცავს 65 გვირაბს, უკაცრავად 65 ხიდს და 38 გვირაბს. მე მინდა ისიც აღნიშნო, რომ რა თქმა უნდა ამ ახალი გზის გახსნა გაუადვილებს ჩვენს მოქალაქეებს გადაადგილებას, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს, მგზავრებს ყველას, ვინც სარგებლობს ამ გზით. ასევე რა თქმა უნდა, გადაზიდვები გაცილებით უფრო კომფორტული გახდება, გამტარუნარიანობას გაზრდის ამ მაგისტრალური გზის გახსნა. მე შეგახსენებთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზა ჯამში იქნება 52 კილომეტრი, 97 ხიდი შენდება და 51 გვირაბი. დღეის მდგომარეობით 48 გვირაბი უკვე გაჭრილია და 83 ხიდი უკვე აშენებულია. ეს არის გრანდიოზული სამუშაოები. ყველაზე მასშტაბური პროექტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მასშტაბის, ასეთი სირთულის გადაწყვეტის თვალსაზრისით არ განხორციელებულა ჩვენი ქვეყნის რეალობაში ასეთი ანალოგიური პროექტი. ამიტომ მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მივესალმებით აი ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. მთლიანად სამუშაოები რიკოთის მონაკვეთზე დასრულდება 2024 წელს. დარჩენილი რამდენიმე კილომეტრი აქტიურად მიმდინარეობს ამ დარჩენილ კილომეტრებზე სამუშაოები და აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გეგმის მიხედვით, როგორც გვაღნიშნეთ, 24 წლის ბოლოს მთლიანად გაიხსნება რიკოთის მონაკვეთი. კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლიდან მაშინ რა ჩვენი ხელისუფლება მოვიდა სათავეში, 261 კილომეტრი
მაგისტრალური გზიდან 193 კილომეტრი არის ჩვენს მიერ აშენებული და ჩვენ მთავრობის დროს გახსნილი. ახლა მიმდინარეობს 91 კილომეტრზე სამუშაოები, გრძელდება რა თქმა უნდა და ჯამში ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2013 წლიდან მოყოლებული ჯამურად 16,000 კილომეტრი გზა აშენდა და რეაბილიტირდა. ჯამურად 16,000 კილომეტრი გზა. ეს არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები. აქედან მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტროს გზების დეპარტამენტიდან 6 მილიარდი ლარი არის ინვესტირებული. 6 მილიარდი ლარი. რაც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. მე მithქვამს და მინდა გავემეორო, გზების მშენებლობას, მაგისტრების მშენებლობას მოაქვს განვითარება, სწრაფი განვითარება და კეთილდღეობა. ჩვენ გვესმის, რომ ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი და ძალიან დიდი დანახარჯები აქვს აი ამ მასშტაბურ პროექტებს, მაგრამ თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანა იცვლება. აი ამ პერიოდში ქვეყანა ვითარდება, განვითარდა, გაძლიერდა, გამდიდრდა და რა თქმა უნდა ეს დოვლათი, რომელიც იქნება ქვეყანაში, გადანაწილდება და გადანაწილდა რეგიონების მიხედვით. მე არ შემიძლია მადლობა, განსაკუთრებით მადლობა არ გადაუხადო ევროკავშირის ელფს, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელს, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებიც ჩართულნი იყვნენ აი ამ გრანდიოზული საუკუნის, მე ასე ვიტყოდი, საუკუნის პროექტის განხორციელების დაფინანსების პროცესში. მინდა მადლობა უთხრა, რა თქმა უნდა, ბატონ ირაკლი კარცელაძეს და მის გუნდს, გზების დეპარტამენტს, ყველა მშენებელს, ინჟინერს, ვინც ჩართული იყო აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში და რა თქმა უნდა, მეგობრებო, გრძელდება მშენებლობა და მიმაჩნია, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვახარებს, ჩვენი ყველა მოქალაქეს უხარია ამ განვითარების პროგრესის ხილვა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება და მივა ბოლომდე. კიდევ დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ ბატონ ირაკლის მადლობას ვუხდი ასეთი წარმატებული პროექტის განხორციელებისთვის. მადლობა. ურმესი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო. თქვენი ხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ასეთი ხარდაჭერით და ჩართულობის ამასთანავე ხარდაჭერასთან ერთად შედეგი არის დღეს, რაც 4-ზოლიანი 27 კილომეტრიანი მონაკვეთი აღმოსავლეთ დასავლეთით ერეფნის S60 საერთაშორისო მარშრუტის ევროპული ქსელის ყველაზე გამომწვევი 52 კილომეტრი, ეს არის რიკოთის მონაკვეთი. და სწორედ ამ ერთობლივი ძალისხმევის შედეგად 27 კილომეტრი უკვე გამოწვევა აღარ არის, პირიქით 27 კილომეტრი არის საერთაშორისო სტანდარტით დაპროექტებული, აშენებული და საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის სრული დაცვით მოქმედი უკვე მონაკვეთი. რა თქმა უნდა, გრძელდება აღნიშნული, რა თქმა უნდა, განუზომლად დიდი არის ყველა აქ წარმოდგენილი და ზოგიერთი ფიზიკურად არ წარმოდგენილი უწყების და მათი დიდი გუნდების ჩართულობა. რა თქმა უნდა, გამოვყოფთი პარლამენტის და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობას, რომლის გარეშე შეუძლებელია რეგიონში განახორციელო პროექტი, ძალიან ბევრი საკითხია ამასთან მიმართებაში და დიდი მადლობა თქვენ. აბსოლუტურად ვიზიარებ თქვენს გულითად მადლობას და ვუერთები სრულად ჩვენ განვითარების პარტნიორების და ნამდვილად ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ეს ის ორგანიზაციები არიან, რომლებმაც შეგვაძლებინეს, რომ ასე ერთდროულად, ასეთი მასშტაბური და კომპლექსური მშენებლობა, რომლის ანალოგი საქართველოს საგზაო მშენებლობას არ გააჩნია. მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც დიახ 51 გვირაბი და 97 ხიდი შენდება. როდესაც ამ მშენებლობამდე მხოლოდ 45 გვირაბი ქონდა მთლიანად საქართველოს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ჩათვლით. აქ მასშტაბი ჩანს. რაც შეეხება საკუთრივ 27 კილომეტრიან მონაკვეთს, ეს არის ვიტყოდი ძირითადი რიკოთის მონაკვეთი, ყველაზე რთული რელიეფური თვალსაზრისით და რაოდენობა
გვირაბების და ხიდების ამის პირველი მანიშნებელია. 38 გვირაბი და 65 ხიდი, 23 კილომეტრი არის გვირაბების ჯამური ორივე მხრიდან სიგრძე და 14 კილომეტრი არის ხიდების ჯამური სიგრძე ორივე მხარეს. აქ გვაქვს ჩვენ ხევიუბისას მონაკვეთზე ყველაზე გრძელი ხიდი უკვე საქართველოში 1362 მეტრის სიგრძის. ხოლო 27 კილომეტრიან მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბი არის 1640 მეტრი სიგრძის. ეს არის ის მახასიათებლები, რომლებიც აღნიშნული პროექტის შინაარსის ძალიან მაღალ მნიშვნელობასთან ერთად მის საინჟირო თვალსაზრისით თავის დროზე გამოწვევას და დღეს უკვე 27 კილომეტრის გახსნის შედეგად გადალახულ მონაპოვარს წარმოადგენს. მონაპოვარს ყველა იმ ადამიანის, რომელიც დაწყებული პროექტირებიდან და ამ პროექტირებაში 140 საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტი წამყვანი უზარმაზარი გამოცდილების მქონე კომპანიები მუშაობდნენ. ზოგიერთი მათგანი გამორჩეულად ქართველები ჩვენთან ერთად არიან. 147 სპეციალისტი და ექსპერტი ჩართული იყო და არის აგრძელებს ბუნებრივია საზედამხედველო მიმართულებით. და ეს კომპანიები ფაქტიურად მთელი მსოფლიოს გეოგრაფიას მოიცავს. ამერიკული, ევროპული, თურქული, ფრანგული, კორეული, ავსტრალიური კომპანიები და მრავალი სხვა. 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროცედურებით და მათი ყველა პოლიტიკის დაცვით შერჩეული 4 სხვადასხვა ჩინური კომპანია აშენებს და 2 მათგანის დასრულებულ პროექტს დღეს უყურებთ ჩვენ, რომელსაც ხსნით. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის თუ ზოგადად გარდა დაახლოებით 3ჯერ გამტარიანობის გაზრდისა, ასევე ის სარგებელი, რომელსაც ჩვენ საკუთრივ 27 კილომეტრიანი მონაკვეთიდან უკვე ვიღებთ. ეს არის 8 კილომეტრით შემცირებული მანძილი ხევიდან შორაპნამდე და ეს არის გადაადგილების დრო, რომელიც იდეალურ შემთხვევაში 45 წუთი იყო და დღეს უკვე გარანტირებულად 20 წუთს არ აღემატება. და რა თქმა უნდა, ეს სარგებელი რიკოთის სხვა მონაკვეთების და მთლიანად რიკოთის უკვე 2024 წელს დასრულების პირობებში გრძელდება იმდაგვარად, რომ ჩვენ თბილისიდან ბათუმამდე უკვე 3 საათში ჩავალთ. და რაც შეეხება საკუთრივ აღმოსავლეთ-დასავლეთი მაგისტრალის მთლიანი დასრულების შემდეგ უკვე 8 საათის, ისიც იდეალურ შემთხვევაში ნაცვლად უკვე 4 საათში იქნება შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის მრავალი სარგებელი, რომელიც აღნიშნული და მსგავსი მასშტაბის და ასეთი მაღალი დონის სპეციალისტების ჩართულობის პირობებში გვაქვს გარდა იმ სარგებლისა, რაც საკუთრივ მძღოლებისთვის არის, ეს არის 10,000-ზე მეტი ადამიანი ჩართული მშენებლობაში და მათი 70%-ზე მეტი უკვე საქართველოს მოქალაქე. სწორედ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ ჩართული როგორც ამ გვირაბების და ამ ხიდების მშენებლობაში, ასევე ამ სამუშაოების ზედამხედველობაში. და ბუნებრივია, ასეთი ადამიანების მოთხოვნა, ასეთ ადამიანების კვალიფიკაციაზე და მათი ჩართულობა მომდევნო უკვე პრემიერ-მინისტრო თქვენი ინიციატივით ხედვა 2030-ის ფარგლებში რა თქმა უნდა იქნება განუზომლად დიდი, რომლის ფარგლებშიც ზოგადად 17 მილიარდ ლარზე მეტი გვაქვს მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებული და ფაქტიურად მთლიანად არსებული საერთაშორისო ქსელის მშენებლობის დასრულებას ასევე სწორედ აი ამ ვადაში ვგეგმავთ. და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ ყოველდღიური ფერიქ შემთხვევებში 24 საათიანი ჩართულობის შედეგად მოხერხდა ამ შედეგის მიღწევა. და ამაში იყო აბსოლუტურად ყველა აქ დამსწრე და ბევრი ადამიანი, რომელიც დროის განმავლობაში თავის მოვალეობას პირნათლად და კეთილშობილურად ასრულებდა. მინდა ყველას მოგილოცოთ. დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გამორჩეულად საავტომობილო გზების დეპარტამენტს მინდა ცალკე, ასე ვთქვათ, აღნიშნო და მიულოცო ის დიდი ძალისხმევა, ის დიდი გამოცდილება, რომელიც მათ დააგროვეს და რომელსაც აუცილებლად გამოიყენებენ სწორედ ქვეყნის საგზაო ინფრასტრუქტურის და ქსელის განვითარებაში. ჩვენ ვაშენებთ ინფრასტრუქტურას და ვაშენებთ გზებს, რომელიც ახალ შესაძლებლობებს იძლევა. დიდი მადლობა და მინდა ვთხოვო ევროკავშირის ელჩს ბატონ მის აღმატებულებას, ბატონ პაվել ხერჩინსკის
რამოდენიმე სიტყვით გამოეხმაუროს დღევანდელ სასიხარულო და ამაღლებელ მოვლენას. მადლობთ. Ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მინისტრებო, კოლეგებო, მეგობრებო, ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით და მოწმეები ვართ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპისა საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობისა ევროკავშირთან. ეს აღნიშნული ხდება იმ კონტექსტში, რასაც ქვია პირველი ევროპის გლობალური ჭიშკრის ფორუმისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბრიუსელში, სადაც მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ისევე როგორც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც მიმდინარე კვირას გაიმართა. გლობალური ჭიშკარი გახლავთ ევროკავშირის სტრატეგია, რომ დაუკავშირდეს სხვადასხვა ნაწილებს ევროკავშირში. ევროპული სტრატეგია, რომ ბიზგი მისცეს გონიურულ, სუფთა და უსაფრთხო ბმულებს ციფრულ ენერგეტიკაში და სატრანსპორტო სექტორში და გააძლიეროს ჯანმრთელობის, განათლების და კვლევის სისტემები მსოფლიო მასშტაბით. ჩვენ გვიყვარს ამის თქმა, ძლიერები ვართ ერთად მდგრადი განვითარების მეშვეობით. საქართველოში აღნიშნული სტრატეგია ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების მეშვეობით, მისი საფლაგმანო პროექტების გათვალისწინებით, რომელიც მიმულია საერთაშორისო დაკავშირებადობასთან. აქ შედის აღნიშნული ჩაროსული მაგისტრალი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ეს მაგისტრალი გახლავთ გაფართოებული ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელისა, რომელიც გვაძლევს რეგიონალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს გაზრდილი დაკავშირებადობის მეშვეობით. როგორც იყო აღნიშნული ბატონ პრემიერის მიერ აბრეშუმის ფორუმის დროს ამ კვირაში საქართველოს მინისტრაფის რომ გახდეს რეგიონალური სატრანზიტო ხაბი და ცენტრი აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტების აღნიშნული ინვესტიცია ძირითადად ასევე სერიოზულად შევსებული ევროკავშირის გრანტებით, რომელიც მიზნულია საგზაო უსაფრთხოების ზომებს, სერიოზულად შეიტანს რეგიონალური ინტეგრაციის გაუმჯობესებაში, ამავე დროს შეარბილებს რისკებს, რომლებიც ასოცირებულია საგზაო მოძრაობასთან. ჩვენ მადლიერები ვართ, ჩვენ ევროპული საინვესტიციო ბანკის მისამართით, რომელიც აფინანსებს აღნიშნულ ინვესტიციებს, განვითარება აღნიშნული მაგისტრალისა პირდაპირ წვლილის შემტანია ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმების რეალიზაციაში. იგი აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. მინდოდა ციტატა გამეორებინა, რომელიც პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა გლობალური ჭიშკრის ფორუმზე თქვა, მან მოახდინა ციტირება ევროპელი პოეტის იოჰან ვოლგანგ გოეთესი, ვინც განაცხადა, ის ვინც არ მიდის წინ, მიდის უკან. ერთად მოდით ვიაროთ წინ, იმითი რომ დავაკავშიროთ საქართველოს ევროკავშირთან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ნამდვილად მნიშვნელოვანი მხარდაჭერის სიტყვებია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხარდაჭერა მისი ძლიერი ბიძგი იქნება მომდევნო კვირას ყველა ძალიან ველოდებით იმ თარიღს, როდესაც საქართველოს უკვე მიენიჭება სტატუსი და ეს გზა და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი სწორედ ამ სტატუსით უკვე საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ქართული შენატანით შეიძლება დავარქვათ. ეხლა კი მე მინდა ევროპის საინვესტიციო ბანკის საქართველოში წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ბატონ
მათ შეიჩურა მოვიწვიო. მადლობა. ძირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებო, ელჩებო, მეგობრებო, სხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან, ყველა ვინც გახლავთ ჩართული აღნიშნულ პროექტში და ძირფასო სტუმრებო, ძალზე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები ევროპის საინვესტიციო ბანკის სახელით და მოწმე ვარ იმისა, თუ აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც მე შევარქვი სახელი ევროპული მაგისტრალი, საქართველოს ევროპული მაგისტრალი, ეს გახდა რეალობა, რომელსაც მივყავარ დასრულებამდე ამ ძალიან სერიოზული ტრანსევროპული ქსელის ნაწილისა და ძირითადი ნაწილისა შუა დერეფნის, რომელიც გაიხსნება ევროპის გლობალური კარიბჭის ფორუმისა და აბრეშუმის გზის ფორუმის შემდეგ. გილოცავთ გამომდინარე საქართველოს ევროპის თანამშრომლობის პრიორიტეტების ევროპულმა ბანკმა დაამტკიცა პირველი სესხი 2011 წელს, რომელსაც უნდა მხარი დაეჭირა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარებისა. ჩვენი ვალდებულებები, რომელიც სრულად გარანტირებული ევროკავშირის მიერ 1 მილიარდი ევროს მიაღწია და რომელიც შევსებული იყო 42 მილიონი ევრო ევროპული გრანტების ბოლო გრანტი ხელი მოეწერა ბოლო ფორუმის გლობალური ფორუმის დროს ბრიუსელში უბისა შორაპანის სექცია გახლავთ ერთ-ერთი რომელსაც აფინანსებს ბანკი, როგორც მაგალითად იყო გრიგოლეთი, ქობოლეთი, ჩუმათულეთი, ქვევი, ზემოსიაური, ჩუმათელეთი და ასევე ხანგრძლივი თვალსაზრისით სხვა სექციები აღნიშნული მაგისტრალის. იგი ფინანსდება EIB გლობალის მიერ, როგორც ჩვენი ხანგრძლივი ვალდებულებების ჭრილში, რომელიც ხარს უჭერს საქართველოს სატრანსპორტო დაკავშირებადობას. EIB-ის ვიცე-პრეზიდენტის ევროპული საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სახელით, პროფესორ ტერეზა ტერვინსკას სახელით მინდა მივესალმო აი ამ ეტაპს ჩვენი ხანგრძლივი თანამშრომლობის თვალსაზრისით სატრანსპორტო სექტორში, რომელიც აახლოებს ევროკავშირსა და საქართველოს. ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა საყრდენისა მასვლილში აქ ლოკალურ მობილობაში, ეკონომიკურ ზრდაში და დასკვნის სახით მინდა მაღალი შეფასება მივუცე ჩვენ გუნდის თანამშრომლობას რეგიონალური ინფრასტრუქტურისა სამინისტროსთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის ჩართულობას უსვავხას, რომელიც ხარს უჭერდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარების. ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი საქართველოს დაკავშირებადობის გაფართოების, საქართველოს ხალხის კეთილდღეობის გაფართოების, რაც არის საინვესტიციო გეგმის ნაწილი. დიდი მადლობა ბატონო მაჩე. ეხლა კი მინდა ვთხოვო ქალბატონ ლესლი ბირმენ-ლამს, აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს. მე ცოტათი უფრო დაბალი ვარ ვიდრე ჩემი წინამორბედი. მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდე ხევი-შორაპანის სექციისა რიკოთის უღელტეხილის. ეს არის საუკუნის პროექტი და წარმოადგენს ძალიან სერიოზულ ეტაპს მთელი პროექტის შესრულებაში. მინდა მოულოცა მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განსაკუთრებით სხვადასხვა დეპარტამენტებს აღნიშნული ეტაპის გავლასთან დაკავშირებით. ჩვენ ვამაყობთ ბოლო 15 წლის განმავლობაში მთავრობასთან თანამშრომლობით და ისევე როგორც სხვა ფინანსური საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები, რომ დღეს აქ არიან წარმოადგენლები. ჩვენ ვამბობთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის გზა განსაზღვრავს საქართველოს
მოძრაობას გააძლიერებს საქართველოს პოზიციას როგორც სატრანზიტო ჰაბის პოზიციას, მაგრამ მინდა ხაზი გაუსვა კონტექსტს აღმოსავლეთ-დასავლეთის კონტექსტს, აი გზის რამდენიმე ციფრს გაგიზიარებთ ნიშნულობას ამ გზის 60% მოსახლეობისა ცხოვრობს 20 კილომეტრზე აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე გადის 60% ტრანზიტისა 25%-ია საერთაშორისო გზებისა საქართველოს ADB 850 მილიონის ინვესტიცია მოახდინა 2009 წლიდან და ეს გახლავთ კობულეთის შემოვლითი გზა განსაკუთრებით რომელმაც მოქცა საშუალება აგვეცილა საცობები თავიდან ბათუმის შემოვლითი გზა რომელმაც ბათუმიდან გადაისროლა ძიმე საპირთო მანქანები შემოვლით გზაზე ხევი უბისაში 35 ხიდია და 20 გვირაბი შორაპანი არგვეთა რომელიც ძალიან კარგად მიდის წინ და დასრულდება შემდეგ თვეებში როგორც მოვისმინეთ როლი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის შუა დერეფნის მნიშვნელობას გაზრდის ჩვენ ამას ვაღიარებთ და ჩვენ გვინდა ვანახოთ ამ სატრანსფორმაციო პროექტები ADB-ს ყოველწლიურ შეხვედრაზე რომელიც გაიმართება შემდეგ წელს ძალიან დიდი მადლობა დიდი მადლობა ეხლა კი მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს ქალბატონ როლანდ პრაისს ვთხოვ ძვირფასო ბატონო პრემიერ-მინისტრო მინისტრებო, მინისტრის მოადგილეებო, მთავრობის სხვა წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, რა თქმა უნდა, ჩემო კოლეგებო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან გამარჯობათ. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია აქ ვიმყოფებოდი, რომ ამ ისტორიულ მიღწევას ზეიმობდეთ. წყინვალე ამინდიც არის და ჩვენთან ერთად ბუნებად ზეიმობს. განვითარება საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის გახლავთ ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობის ორი მნიშვნელოვანი ატრიბუტი აი ამ განვითარებისა გახლავთ შემცირება დისტანციისა და მგზავრობის დროს და ასევე გაუმჯობესება უსაფრთხოების სტანდარტებისა, რაც გახლავთ უმნიშვნელოვანესი განვითარება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობა იმოგზაუროს ქვეყნის მასშტაბით, ამას ექნება პოზიტიური გავლენა ბიზნესებზე, ტრანსპორტირებაზე, საქონლის და წყვილშეიტას ტურიზმის განვითარების საქმეში, რაც გახლავთ ძალიან სერიოზული წვლის შემტანი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში, რეგიონალური და საერთაშორისო თვალსაზრისით აღნიშნული მაგისტრალი გახლავთ ხიდი, რომელიც აკავშირებს დასავლეთსა და აღმოსავლეთს. ჩინეთს ევროპასთან, მას ექნება ძალიან სერიოზული ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე და აღნიშნული გახლავთ მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი ღონისძიება ხდება პარალელურად თბილისის ძალიან წარმატებული აბრეშუმის გზის ფორუმის თვალსაზრისით გეოპოლიტიკური დინამიზმი იყო აღიარებული და ხაზგასმული მსოფლიო ბანკი განსაკუთრებით ამაყობს, რომ ეს იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელმაც 2.3 მილიარდ დოლარით ამერიკის საფლაგმანო პროექტი დაეხმარა ამ პროექტს, მაგრამ ჩვენ აქ არ ვიქნებოდით ძლიერი პარტნიორობის გარეშე სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობის განსაკუთრებული ხელმძღვანელობის გარეშე F0 და F1 სექციის დასრულებას ველით მსოფლიო ბანკი რიკოთის მონაკვეთის და იმედი მაქვს, რომ ესევე აღნიშნავთ და ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას მთავრობასთან, რათა მოვახდინოთ რეალიზაცია ტრანსფორმაციული პროექტების, რომელიც წვილს შეიტანს საქართველოს ხალხის ამბიციურ ხედვაში, ხალხის წინსვლისა და საქართველოს მოსახლეობის წინსვლისა და აყვავებისთვის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი წერეთელი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. გთხოვთ, ბატონო გიორგი.
დიდი მადლობა, მოგესალმებით. გილოცავთ რიკოთის 27 კილომეტრიანი მონაკვეთის წარმატებით გახსნას. დიდი მადლობა ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, მინისტრებო, კოლეგა უწყებების ხელმძღვანელებს იმ ხარდაჭერისთვის და იმ თანადგომისთვის, რომელსაც ყოველთვის გრძნობდით ამ პერიოდის მშენებლობის განმავლობაში. დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ჩემს თითოეულ თანამშრომელს, ადამიანებს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იყვნენ აქ, ძოლობდნენ იმისათვის, რომ წარმატებით დასრულებულიყო ეს პროექტი. მე მინდა დიდი მადლობა გადავხადოთ თითოეულ აქ დასაქმებულ ადამიანს, რომელიც საქმიანობდა საპროექტო ორგანიზაციებს, სამშენებლო ორგანიზაციებს და საზედამხედველო ორგანიზაციებს, რომელთაც ძალისხმევით, შრომით დღევანდელი დღე წარმატებით გაიხსნება და წარმატებული იქნება ეს პროექტი. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადო ყველა იმ დონორ საფინანსო ორგანიზაციას, რომელიც მონაწილეობდა ამ პროექტების დაფინანსებაში. ესენი არიან ევროპის საინვესტიციო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი და მათი წვლილი და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი არა მარტო მხოლოდ რიკოთის, არამედ მთლიანად საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით. და კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა ეხლა მოკლე დოკუმენტური ფილმი წარმოგიდგინოთ იმისა, თუ როგორ დაიწყო, როგორ მიმდინარეობდა, როგორ ვითარდებოდა და როგორ მოვიდა რიკოთის მშენებლობა დღევანდელ დღემდე. რიკოთის შქაროსნული მაგისტრალის 27 კილომეტრიან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა.